რატომ არის ტაროს მშლელი ხალხის უმეტესობა შეფარული მოძალადე? ეს ლაივი დავაანონსე და ახლა ვისაუბრებ ამ საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ძალიან ადვილია საერთოდ ადამიანმა აღმოაჩინოს ფიზიკური მოძალადე. ფიზიკური მოძალადე არის ყველაზე მარტივი და პრიმიტიული მხარე ძალადობისა და ადვილად შესამჩნევი, ადვილად დასაჭერი, ასე ვთქვათ, როგორც ფენომენი და პასუხისგებაც ბევრად ადვილად დგება ესეთი ადამიანის, კანონით არის დაცული ეს უფლებები, რომ ფიზიკურად ხელშეუხებელია ადამიანი და ასე შემდეგ. ანუ ეს ადვილია. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის დადგენაც ძალიან ძნელია და სპეციალისტებსაც უჭირთ. თუმცა კონსილიუმი თუ შეიკრიბა და დააკვირდნენ, როგორც წესი გამოაქვთ ხოლმე სწორი დასკვნა, ვინაიდან აქვს თავისი სიმპტომატიკა. თუმცა ამ ლაივში მე ძალიან კონკრეტულ შეფარული ძალადობის ფორმაზე ვისაუბრებ, რომელიც ძალიან ხშირად შემიმჩნევია სხვადასხვა ისეთ ადამიანებში, ვინც თქვათ ამბობენ, რომ არიან ტაროლოგები, იციან ტაროს, შლიან ტაროს და მათი ცოდნა, ასე ვთქვათ, შემოიფარგლება რაღაცა თეორიებით, ან საკუთარ თავზე დაკვირვებითაც შეიძლება ასე იყოს, თუმცა ასე ვთქვათ, ჰუმანისტური ფსიქოლოგიური განათლება არ მიუღიათ. განსაკუთრებით ხაზს გაუსვავრო ჰუმანისტური ფსიქოლოგიური განათლება პრაქტიკული ხასიათის და არა მხოლოდ თეორია, რომ წიგნი წავიკითხე. ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ ადამიანი თვითონვე ფლობს ამ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპებს ისე, რომ არ ჭირდება სწავლა. ადამიანები ვართ და ციდან კი არ ჩამოვარდა ეს ჰუმანისტური თეორიები. ადამიანებში იყო ეს ინფორმაცია და იქიდან მერე მოხდა ამის გაცნობიერება და წიგნებად თუ სხვა ნაშრომებად ქცევა. ამიტომაც არ არის ხოლმე გამორიცხული, რომ ზოგი ადამიანი, ვისაც არ მიუღია რაიმე კონკრეტული განათლება ჰუმანისტურ თეორიაში თუ ეთიკის პრინციპებში თუ ასე შემდეგ, შეიძლება გადასარევათაც ფლობდეს ამ ყველაფერს და იყოს შლიდეს ტაროს და ამ პრინციპებს ითვალისწინებდეს და ასე შემდეგ. ეხლა რაზე მაქვს უფრო კონკრეტულად საუბარი გეტყვით. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ საკმაოდ დიდ ნაწილს საკუთარი პიროვნების, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა თუ სხვა ადამიანს რაიმე სახის კონსულტაციას უტარებ, რომელშიც ფსიქოლოგია მონაწილეობს, ღირს რომ რაღაც დოზით საკუთარ თავს ხედავდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიაში ძალიან ცნობილი ფენომენი წარმოიქმნება, რომ მე ჩემსას ვცდილობ მივაწერო სხვას. ამით მე გაუცნობიერებლად ვიწონასწორებ ჩემს თავს, ასევე ვარწმუნებ ჩემ თავს, ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, რომ არიან დარწმუნებულები და გაურბიან გაუგებრობას, არცოდნას, გაურკვევლობას და ასე შემდეგ. მძიმე არის გაურკვევლობასთან შეხება. და ამიტომაც ხანდახან გადასარევი გზა, რომ მე გავწონასწორდე, არის რომ სხვას დავარიგო ჭკუა. ეს ხშირად შეიძლება ადამიანს შეემთხვეს და არ ცნობიერდება. და სხვას რო ჭკუას დავარიგებ, ის რომ მე ჩემი ჭკუის დარიგების მიხედვით იცხოვრებს და ასე შემდეგ, და რაც მეტი ადამიანი იქნება ეგრე, რომ ჩემი ნათქვამის სიტყვებით მისი ცხოვრება მოეწყო, მე უფრო მეტი ილუზია შემექმნება, რომ რაღაც ვიცი და რაღაცაში მყარად ვარ. და ეს არის დაცვის მექანიზმი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიაში 1000-ნაირი სახელი აქვს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის პროექცია. და ძალიან ხშირად შემიმჩნევია ეხა ტაროს მშლელი ხალხი, ვიცით ყველამ ალბათ, ხო, არიან ხოლმე და უმეტესობა ზუსტად ამ პროექციებით მოძრაობს. მე მხოლოდ ტაროს გამშლელ ადამიანებზე ამას არ ვამბობ, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგებსაც აქვთ ეს სირთულე. არ არის გამორიცხული, რომ მეც მაქვს ეს გაკეთებული, შეუძლებელია, რომ პროექციისგან იყო აბსოლუტურად დაცლილი ადამიანები ვართ და ხანდახან პროექციაც იმიტომ ქვია, რომ არ ცნობიერდება, ხო, გაუცნობიერებლად ჩვენს გამოცდილებას სხვა ადამიანს მივაწერთ. მაგრამ რატო გავუსვი ხაზი ტაროლოგებს და ტაროს მშლელები სპეციალურად დავწერე, ხა ტაროლოგი კიდე სხვა არის, ხო, იქ სიტყვა თვითონ მოიაზრებს, რომ ადამიანმა იცის ტაროს გაშლა. მაგრამ არის ხალხი, ვინც უბრალოდ შლიან. და რა იგულისხმება ახლა აქ, რომ როდესაც ტაროს ადამიანი შლის, წინასწარი განწყობა იქ არის, რომ შეხება იქნება მისტიკასთან, ხო? ადამიანი, რომელიც მოვა და ტაროს ელოდება, რომ აი ტარო მკითხავი რაღაც ასეთ განცდაში რო არის, ის ელოდება მისტიკას. ამიტომაც იქ ნათქვამი პროექციები ის კი არ არის, რომ აი ამ ფსიქოლოგმა რაღაც მითხრა და ესეა, ეს არ ვიცით, ხო?
ფსიქოლოგია, მაგრამ ის ხო არ არის გურუ, არ არის წმინდანი, ვანგა არ არის, ხო ფსიქოლოგია რა. და ხო, რა თქმა უნდა, ავტორიტეტი აქვს და იმის პროექციაც შემხებია ძალიან და არ არის სასიამოვნო, მაგრამ მეორე მხრივ, იქ მისტიკა არ ურევია. და ადამიანის არაცნობიერი მისტიკის მიმართ საკმაოდ მოწყვლადია, შეღწევადია მისტიკა. იქ შიშის მომტანია, იქ ბევრად მაღალია კონტროლის უნარი. როდესაც ტაროს გაშლაზე მიდის საუბარი, ვიდრე ჩვეულებრივ დიალოგში ჩვენ ახლა ერთმანეთს რო ვესაუბრებით, სიტყვას იქაც დიდი ძალა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარი განწყობა უზნაძისგან ვიცით, როგორია, როცა ადამიანს ვესაუბრები. ანუ მეორენაირად რო გითხართ ფსიქოლოგიურად, მე რა დავაპროეცირე ამ ადამიანზე? მე დავაპროეცირე, რომ მასწავლებელია და სანდოა? ესე იგი იმის სიტყვა უფრო შემოაღწევს ჩემში. მე დავაპროეცირე, რომ წმინდანია და იმის სიტყვას წყალი არ გაუვა? იმის სიტყვა ძალიან სიღრმისეულად შემოვა ჩემში და გაჯდება. მე დავაპროეცირე, რომ ეს ტაროს გაშლის და რასაც სიტყვის ეგრეა? მაშინ აბსოლუტურ ძალას ვაძლევ იმ სიტყვას ჩემ თავზე და ასე შემდეგ. მე როგორი განწყობით მივედი ადამიანთან, ეს გადამწყვეტ როლს თამაშობს. ისევ და ისევ მე ვარ აქ. ადამიანი მაინც თვითონ იძლევა ამ უფლებებს და ამ ნებას. ეხლა ტაროს რო გიშლის ადამიანი, ოკეი, ის არ ვიცი შარლატანია, არ ვიცი მართლა იცის ტაროს გაშლა, ჰუმანიზმიდან ამოდის თუ დირექტიული საუბრით გესაუბრება. აი დირექტიulis მაგალითი ესეთია, შენ ესეთი ხარ, შენ ისეთი ხარ. შენ ცხოვრებაში ეს მოხდება, შენ ცხოვრებაში ის მოხდება, შენი ცხოვრება ასეთია და ისეთია და ესე შეიცვლება და შენ გგონია რომ ესეთი არ ახარ, როგორ არ ახარ ესეთი? შენ ახლა ვერ ხვდები თორე, აი გავა ცოტა დრო და მიხვდები რომ ეგეთი ხარ. შენი ქმარი არ არის ეგეთი, როგორ არ არის? აი ტარო ამბობს და ნახავ შენ, აი ცოტა დრო გავა და მიხვდები რომ შენი ქმარი ზუსტად ისეთია, როგორცაც მე გეუბნები. აი ეს არის დირექტიული მიდგომა. და რა თქმა უნდა, აქ არის ძალადობა, იმიტომ რომ მე ახლა გადავიჭერი სხვა ადამიანის საზღვარში. და იქ ჩემს საკუთარ პროექტს ვაპროეცირებ კარგად და ვაპროგრამებ ახლა რომ ეს ესეა. ია, დიდი მადლობა. ვაპროეცირებ კარგად რომ იქ ახლა ესე იქნება. აქ არის ახლა ესეთი შედეგი. ან ის ადამიანი თუ განწყობილი იყო რომ აბსოლუტური ძალა მომანიჭა და მოწყვლადია ამ ყველაფრის მიმართ. შეიძლება წავიდეს და ეს პროექტი გაუჯდეს, ეს პროგრამა და მართლა ეგრე წავიდეს მერე ყველაფერი და მერე საერთოდ იტყვიან რომ აი, ეს რა მაგარი ტაროლოგია, ნახე. ეს ძალიან მძიმეა. ეს კიდე ძალიან გავს ჰიპნოტურ შთაგონებას. ჰიპნოზის დროს რო შთააგონებენ ადამიანს რაღაცებს, ეს აღარ გამოიყენება ახლა. ჰუმანიზმი ამბობს, რომ ადამიანს გარედან არ უნდა ჩაატენო შინაარსები. იმიტომ რომ ადამიანი ამაზე არის ძალიან მოწყვლადი. მე არ ვიცი თქვენ თუ გსმენიათ. ადრე ძველებურ ტომებში იყო ძალიან კარგად იცოდნენ ეს ეფექტი, რომ ადამიანზე სიტყვა მაგრად მოქმედებს, განსაკუთრებით თუ წინასწარ განეწყო, რომ ეს რაღაც მაღალი არსება ესაუბრება და აქედან მოდის ზუსტად ის, რომ გურუები, შამანები და ისინი განსხვავებულად რო იცვამენ, ტაროლოგებიც განსხვავებულად იცვამენ თუ შეხედავთ. იქ ნებისმიერ ესეთ მაშინ ექიმთან რომ მიდიხარ და თეთრი ხალათი აცვია, არც ეგ არ არის შემთხვევით. იქაც მუშაობს ეს, ნახე, განწყობას გიქმნიან, რომ ეს ექიმია. იმიტომ შენ რა განწყობითაც შეხვალ ეს ზემოქმედებს პროცესზე, ხო? და არ ვიცი თუ გსმენიათ, ადრე იყო ესეთი ტრადიცია, რომ აი ძველ ტომებში რომ ესეთი რაღაცა ელექსირი ქონდათ ბალახისგან მომზადებული და თუ ვინმე რამე დანაშაულს ჩაიდენდა, ესე ჩამოივლიდნენ, ყველას დაალევინებდნენ ამ ელექსირს და დამნაშავე მოკვდებოდა. ესეთი რწმენა ქონდათ და იხოცებოდა ხალხი. აი წარმოიდგინეთ, არიციან ხო რომ შენ დამნაშავე ხარ, არ ვიცი მოიპარე რაღაცა, არ ვიცი რაღაც დააშავე, გააფუჭე, არ ვიცი და მალავ და მოწმე არ აყავს, ვერ დაგიჭირეს, ქურდი არ ახარ, ხო? ასე ჩამოატარებდნენ და იმ ელექსირს დაალევინებდნენ, არ ვიცი, შევა უბრალოდ ჩაიყოფილიყო. მაგრამ რწმენა იმ ტომში, მანდ უკვე მასობრივი რწმენა, ნახე, მთელ იმ ტომს სწამდა, რომ ის ადამიანი რომ დაალევს ამას, ვინც რამე დააშავა, მოიპარა თუ რაც ქნა, მოკვდება. ეს რწმენა ქონდათ და ეს კოლექტიური განწყობა ისე მუშაობდა, რომ იხოცებოდა ხალხი. ჩვეულებრივ საწამლავი არ იყო იქ. მთელი ტომი სვავდა და ის ერთი კაცი, ვინც რაღაც დააშავა, ეს დაეცემოდა ხოლმე საჯაროდ და კვდებოდა. ამაზე წერია ძალიან ბევრი ჩანაწერები არსებობს, რომ მუშაობდა ეს. ეხლა ხანდახან შეიძლება ვიღაცას გამძლე ფსიქიკა ქონოდა იმ გაგებით, ну რაღაცა სხვადასხვანაირად ვიბადებით, ხო? ფსიქიკაც კუნთივით არის, შეგიძლია გაივარჯიშო და უფრო გამძლე გახადო. მაგრამ ზოგი თვითნაბადია, იქაც კუნთივით. და შეიძლება უფრო გამძლე ქონოდა და არ მომკვდარიყო, მაგრამ ეს იქნებოდა ერთეული შემთხვევა და ძირითადად ექვემდებარება ამ კონტროლს.
ოკეი, დამინახე, ძალიან კარგი. ხო და ესეთი სიტუაციები რომ არსებობს, ეს ცნობილია და ეს ახლა ტაროს გაშლის, ასე ვთქვათ, ბევრი თვითმარქვია არსებობს, ვინც იბრალებს და ასე შემდეგ. ყოველთვის საკითხავია ადამიანი რაღაცას რო აკეთებს, საიდან ამოდის მისი სურვილი. აი, საიდან იბადება სურვილი და გადაწყვეტილება, რომ მოდი მე ახლა ხალხს ტაროს გაუშვი რა. ტაროს გამშლელი ვიქნები და ეს ხო ერთ-ერთი ის არის სოციალური ნიღაბი ხო ჩემი. ძალიან ბუდისტი ხდი ყველასთან, მაგრამ ნებისმიერი ესეთი რამ არის სოციალური ნიღაბი ხო? აი ტაროს მშლელი ვარ, გინდა ფსიქოლოგი ვარ, მუსიკოსი ვარ და რაღაცა როლია, ხო? და საიდან გადავწყვიტე ახლა რომ ეს როლი ავიღო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ნახეთ როგორი სიტუაცია შეიძლება გადავწყვიტე იმის გამო რომ მინდა ხალხის დახმარება. შეიძლება გადავწყვიტე იმის გამო, რომ ეს იმიჯი მომწონს, რომ ჩემი ცოტა ეშინიათ, ეხა მე რო ტაროლოგი ვარ თუ ტაროს მშლელი ვარ, ამან რაღაცები იცის, ნახე, ხალხში ეგეთი იმიჯი შემექმნა. შეიძლება იმის გამო გადავწყვიტე, რომ ფული ვიშოვო. შეიძლება იმის გამო გადავწყვიტე, რომ მე თვითონ მაქვს სირთულეები ცხოვრებაში და სხვებს რო ეხლა ჭკუას ვასწავლი, ვიწონასწორებ ჩემ თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და პროექციაც ზუსტად ამას ემსახურება, რომ მე ჩემი ტკივილი მე თვითონ ვერ გადავამუშავე, ვერ გაუსწორე თვალი, არ შემიძლია თვალებში ესე შევხედო და დავრჩე ამასთან ერთად. ამას მომდევნო ლაივზე ჩავწერ კიდე, ჯადოს ეხება ეს უკვე ჯადოს ფენომენს, მაგრამ ტაროლოგიაშიც არის ეს მნიშვნელოვანი და არ შემიძლია ეს გაურბივარ და კარგი გაქცევის გზა არის, რომ მოდი ახლა მე დავარიგებ ამ ხალხს ჭკუას. ნუ შენ ესე ხარ, შენი ცხოვრება ისეა, ასეა და ვალაგებ იმათ ცხოვრებას ბჭყალებში. და ახლა რა ხდება? რატო არის ეს შეფარული ძალადობრივი მდგომარეობა? რეალურად ეს ადამიანი განწყობით რომ მოვიდა, ყველაფერი ფულის შოვნას ემსახურება. ფულის შოვნას როცა ემსახურება, ლელი, შენ წარმოიდგინე, არ არის ეგ ისეთი მომწამლავი მდგომარეობა კლიენტისთვის, რომელიც მოვიდა. არაუშავს, თუ ფულის შოვნას ემსახურება, კი შეიძლება შარლატანობა იყოს, შეიძლება რაღაცა იყოს, მაგრამ იქ, ასე ვთქვათ, ენერგეტიკა მაღალი ვერ იქნება. იმიტომ რომ ფული, როგორ გითხრა, ფულს იშოვის, ხო? და რამე, ანუ აქ იმხელა ენერგეტიკა არ იქნება. აი ამას რომ უნდა რომ იმის ცხოვრება გააკონტროლოს და აქ რო ვნება აქ. რომ აი იმის ცხოვრებაში მე ხა ნახე რა უკნა, აი ამას რო აკეთებს. რომ აი ნახე მე ხა იმის ქმარი დავაშორო ან შევარიგო ან არ ვიცი დედასთან რაღაცა მოუგვარო ან საერთოდ ის ბიჭი გავაქრო ამის ცხოვრებინა და აი აქ რო кайფობს ნახე ხა გიზვიადებთ მე მდგომარეობას. აი ეს უფრო მაღალი ენერგეტიკაა, იმიტომ რომ ამისი ლიბიდო ახლა გარეთ არის დაპროექცირებული სხვის ცხოვრებაზე, იმის ცხოვრებით ცხოვრობს. და აქ მაღალი ენერგიაა და უფრო შეუძლია რომ დააზიანოს იქ სიტუაცია. და ახლა რა ხდება? ეს ადამიანი მოვიდა განწყობით, რომ აი ახლა ეს ტაროს მშლელი მეტყვის იმას, რასაც მე ვერ ხვდები, იმასაც დარწმუნებულობა აკლია, ნახე თავის ცხოვრება. ყველას გვინდა რომ უფრო დავწმუნდეთ და განსაკუთრებით ადამიანს უნდა რომ მომავალი განსაზღვროს რა. რომ მომავალი შეუძლებელია რომ განსაზღვრო. აი ვინმე ადამიანი თუ გეტყვით რომ მომავალს აი 100%-ით აქ ვიღაცა განგისაზღვროს, ის არის მატყუარა. პირდაპირ შეგიძლიათ ამის თქმა, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთ დახვეწილ რწმენით კატეგორიებშიც კი, თქვათ, სადაც ნაკლებია ეს შარლატანობა და ასე შემდეგ და არის მართლა ადამიანები, ვისაც მაღალი ინტუიცია აქვს, ხო, ეს ჩვენ ხო ვიცით, არსებობენ ესეთი ფენომენოლოგიური ადამიანები, ვინც რაღაცებს შეიგრძნობენ, ხო? იქ შანსი არ არის 100%-ით მომავალი ვინმე მგითხრას, იმიტომ რომ იციან რომ სულ იცვლება. ეს ცნობილი წესია, ხო? თვითონ ღვთაებრივი ვისაც ჯერა და ასე შემდეგ, თუ კი ყოვლის შემძლია ღმერთი რა მომავალს ვერ შეცვლის, როგორ ვერა, ხო? ანუ ძირი ამ ყველაფრის არის, რომ ცვლადია და ვიღაცა თუ გიფიქსირებს, რომ ეს ესეა, ეს ისეა მომავალში, ყიდის კარგად იმ პროდუქტს, რომ ადამიანს უნდა რომ თავი დაირწმუნოს. მაგრამ ამასობაში ახლა რა ხდება? ეს შინაარსი, რომელიც ტაროს მშლელმა დააპროექცირა მისტიკის ჭრდილქვეშ, რაც კიდევ უფრო ძაფრს ხდის ამ message box-ს და ამ პროექტებს, აქეთ ამ მხარეს ადამიანმა, ვისაც წონასწორობა ჭირდებოდა, ვისაც გარკვეულობა ჭირდებოდა აი ამ ბუნდოვანების ნაცვლად, მიიღო და ეს შინაარსები შეიჭრა იმის ცხოვრებაში. შეჭრა მოხდა. რო წარმოიდგინოთ, ჩვენი ფსიქიკური სხეული სახლივით არის. ამ სახლში რა ხდება? ძალიან გავს სახლს. სახლს ყავს თავისი, ასე ვთქვათ, მმართველი.
მთავარი ფიგურა, რომელიც ფუნქციონირებს, ანუ ამ სახს ანიჭებს ფუნქციას რა, რომ აი კარი გავაღო თუ დავხურო, ფანჯარა გავაღო თუ დავხურო, რა გავწმინდო, რა დავალაგო, რომელ ოთახში შევიდე, გავიდე. ანუ მთავარი მაცხოვრებელი ერთი, ვისიც არის ეს სახლი, ეს არის პიროვნული მე. შემდეგ აქ არიან, ესე იგი, შეიძლება სხვა წევრები, რომლების ხმაც ისმის და ეს ოჯახის მთავარი წევრი, ვინაიდან პასუხისგებელია, მოусმენს ამათ ყველას და ყველას საჭიროებებზე ზრუნავს და შესაძლოა თუ არ არის დახვეწილი ფსიქიკა, ვიღაცა წევრები სარდაფში არიან ჩაკეტილები და იქიდან ყვირიან რაღაცებს, მაგრამ იგნორირება მიმდინარეობს, მერე ისინი აბრახუნებენ, მერე ისინი ბრაზდებიან, მერე ისინი ჩაქუჩს ურტყავენ კედლებს, ბზარავენ. ნახეთ, ძალიან გავს ჩვენი ფსიქიკა სახლს, რო წარმოიდგინოთ. და ეხლა რა ხდება? აქ შიგნით ხო ამბავია. შეიძლება ვიღაცები განდევნილები არიან, ან შეიძლება ვიღაცები რაღაც პიროვნების ნაწილები ესეთ ოთახშია რა, გაურემონტებელ ოთახში აგდია. იყოს იქ, გაიგე, ესეთი გადაწყვეტილება გაუცნობიერებლად მიღებული, მაგალითად შინაგანი ბავშვია ხოლმე ეგრე, ტუალეტში ჩაკეტილი. ხო და აქ რაღაცა ოთახში შეიძლება გაზვიადებული მნიშვნელობის მქონე პიროვნული ნაწილები ძალიან ესე სხედან რა, გაფოფინებულები და ამათზე ძალიან ესე სწორება მიდის, რომ აი არ ვიცი, მაგალითად რაღაცა კარიერული წინსვლის მქონე ნაწილი აქვს პიროვნებას და ის ძალიან ესე პედესტალზე უზის ამ სახში რა. ეხა გაუცნობიერებელ სახს აღწერ. ანუ გაცნობიერებულში, რა თქმა უნდა, სხვა სიტუაციებია, ერთი სისტემაა შექმნილი, ყველა წევრს რო უნიკალური თავისი ადგილი აქვს და სილამაზე აქვს და ინფორმაცია შემოაქვს, აღქმულია ნელ-ნელა. ნაბიჯ. და ამასობაში ეს ახლა თუ მოწყვლადი ფსიქიკაა ისეთი, როგორც აღწერე, რომ ზოგი სარდაფშია დაკეტილი, ზოგი ტუალეტში, იქ ვიღაცები პედესტალზე სხედან და ქვევიდან შეხყურებს პიროვნება, რომ ღმერთო რა მაგარია ეს ჩემი პიროვნების ნაწილები და ეს დანარჩენები მოვიშორო, გადავაგდო აქედან. თუ ესეთი სიტუაციაა, უხეშად რო აღგიწეროთ, ხო? და მივიდა ახლა ეს ტაროლოგთან, რა ხდება ახლა ამ ტაროს მშლელთან? რა სიტუაცია წარმოიქმნება? აი შემოჯლიგინდებიან, იმიტომ კარი ღიაა. რაღაცა შინაარსები შემოჯლიგინდებიან და დაიკავებენ ადგილს ამ სახლში. ოღონდ ესენი არიან უცხო სხეულები. შემოჯლიგინდნენ ეს უცხო სხეულები და სხედან ახლა და რა სიტუაცია შეიქმნება. ოჯახის მთავარ წევრს, ასე ვთქვათ, ოჯახის უფროსი გნებავთ დაარქვით, ან უფროსი ცოტა ისეთი სიტყვაა, იერარქიული. ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი, აი გადაწყვეტილების მიმღები, შედარებით ჩამოყალიბებული პიროვნება, ხო? აი ამას შებოჭავენ ესე, გაკოჭავენ კარგად და დაჯლიგინებენ ამ მასში სახლში. და არ ვიცი, იქ თავის ჭკუაზე აკონტროლებენ რაღაცებს, ვისაც უნდათ განდევნიან, ვისაც უნდათ შედენიან, იქ ფანჯრებს ჩალეწავენ თუ გააჭუჭა, რასაც გინდა გააკეთებენ რა, მოკლედ და ესენი მართავენ ახლა ამის ფსიქიკაში მის სიტუაციას და ეხლა რო წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ნამდვილ სახლში ვინმე შემოვარდა და აი ესეთი თოკით დაგაბათ და თქვენ სახლში კონტროლი დააწესა, ფული მოიპარა, იქ რაღაცა უჯრები გახსნა და ასე შემდეგ, ის ხო ნამდვილად მოძალადეა. აქ ხო ორი აზრი არ არის, პირდაპირ ჩანს და ფსიქიკაც ესეა. უბრალოდ სამწუხაროდ, როგორც წევან თქვი, ფსიქიკური ძალადობა ძნელი დასანახია. და ეხლა ადამიანი, რომელთაც ტაროს გაშლის პროცესზე ეს მივიდა, ხო? და ეს კარი გაუღო, რომ აჰა, შემოუშვი შინაარსები და მართლა შეუშვა იქ შინაარსები და ჩასვა. ის რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღწერე, შეფარულად ძალადობს. შეიძლება თვითონაც ვერ ხვდებოდეს ამას და ძალიან ზედაპირზე ძალიან კეთილი განზრახვა ამოძრავებდეს, მაგრამ როგორც კი დაიწყება, რომ შენ ცხოვრებაში ესე იქნება, ისე იქნება, აი გუშინ ჩემ სტატუსზე ერთმა ტაროლოგმა დააკომენტარა, რომ ტარო მომავალზე საერთოდ არ არისო. მართალია. ეხა ეს რო დამიწერა, უკვე მივხვდი მე, რომ აქ ტაროლოგთან მაქვს საქმე და არა ტაროს მშლელთან, არის განსხვავება. ხო და საერთოდ არ არის ამაზე და საერთოდ ტარო, მე ფრანგულ ენაზე მაქვს წაკითხული, ჟოდოროვსკი არის გვარი თუ არ ვცდები, მაგის ტაროს გზა და იქ არის, რომ ტარო არის კითხვების დასმა. ტარო არის ისეთი კითხვების დასმა, უხეშად რო ახსნა. როგორც შენით არ გებადება თავში, იმიტომ გარეთ არის სიმბოლური ბარათები და იმას რო გაშლი, შეიძლება რაღაც ისეთი კითხვა გაგიჩინოს, ან რაღაც ისეთზე დაგაფიქროს, რაღაც ისეთი შეგამჩნევინოს შენს ცხოვრებაში შენ თვითონ. რაზეც შენ თვითონ ვერ დაფიქრდებოდი, იმიტომ რომ ერთი ტვინი გაქვს, ხო? ერთი თავია აქ. და ეს თითქოს კონტაქტის ფორმაა, რაღაცის აღმოჩენის ფორმა და ასე შემდეგ. და ჰუმანისტური მიდგომა
გნებავთ სკოლაში, გნებავთ მაშინ რა ქვია, რელიგიებში, გნებავთ ფსიქოლოგიაში, თუ ტაროლოგიაში, თუ სადაც გნებავთ, რას გულისხმობს იცი, რომ თავარი წესი რა არის? არ შეიჭრა სხვის სახლში. რა უფლებით იჭრები ახლა შენ იმის სახლში? ანუ იმის ფსიქიკაში, იმის ცხოვრებაში რა უფლებით ამტყევ კარს? ან თუ ღიაა, რატო ჯლიგინებ იქა? შენ ხო ხედავ, რომ ღიაა და ესე იგი საზღვრის თემაა იქ პირიქით. და თან აქ რაშია საქმე, იცით, რომ თუ მე ეს სურვილები მაქვს, რომ შევაჯლიგინო, შემოვაჯლიგინო ჩემი შინაარსების სხვის ცხოვრებაში, დიდი ალბათობით ჩემ ცხოვრებაშიც ვიღაცა დაჯლიგინებს. ოღონდ მე ვერ ხვდები. და ასე ვიწონასწორებ თავს, რომ ესა რა ქვია, მე მცემენ, არა უშავს, აი ყველას ცემენ, ან მეც ვცემ სხვას, ამან მე მცემა, მე ის ვცემე, იმან სხვა ცემა, ამან სხვა ცემა და აი ხო სასაცილოა, მაგრამ ესე ვცხოვრობთ ხშირად. ხო და ჰუმანიზმის ამოსავალი წერტილი არის, რომ სხვის დამოუკიდებლობას, სხვის სამყაროს, სხვის ფსიქიკას კონტაქტის დროს მე მხოლოდ შევეხები. კონტაქტში შევალ, აი ხელს ჩავჭიდებ. შემიძლია გავაზიარო ჩემს სახლში რა ხდება, ჩემს ფსიქიკაში რა ხდება. შემიძლია მაგალითად კითხვა დაუსვა, რომ რა ხდება შენ სახლში? ფანჯარა ღიაა? რის გამოა ღია? ოკეი. და აი ეს ხელშეუხებლობა, იცით, აი სულ რო ხედავდე, რომ საშინელება ხდება იქ და შეიძლება გეგონოს, რომ ერთ სიტყვას ვეტყვი და ეს მთელი საშინელება წავა, ეს არის ილუზია, ვერ წავა. სანამ თვითონ ის ადამიანი არ აღიქვავს იქ რა ხდება და მასში არ გაჩნდება ეგ სურვილები, რომ თავის სახლი თვითონ მოაწესრიგოს. და თვითონ შექმნას იქ თავისი სამყარო, თვითონ გახდეს თავისი სახლის შიდა ინტერიერის დიზაინერი და არა ვიღაცა სხვა. ხშირად ეს შეკვეთა არის ხოლმე, იცით, თერაპიაზეც, რომ აი მოდი შენ დამილაგე სახლი და ვერ დაგილაგებ. მე შემიძლია ისეთი გარემო შევქმნა, რომ შენ გაგიჩნდეს იმპულსი, რომ დაალაგო. ეს კი დაალაგოც ცუდი სიტყვაა რა, შექმნა, შემოქმედებით პროცესში ჩაერთო. ნახეთ, არსებობს სახლი, რომელიც დაალაგებულია და არსებობს სახლი, რომელიც შეიძლება ბოლომდე დაალაგებული არასდროს არ არის, მაგრამ იქ ნახატებია, იქ მუსიკა ისმის, იქ ყავის სურნელი დგას და ასე შემდეგ, ცოცხალია რა. აი ეს მინდოდა მეთქვა და ანუ ჰუმანიზმის ამოსავალი წერტილი და ეთიკის ამოსავალი წერტილიც და ეს ყველაფერი თან ადამიანში დაიბადა. ჩვენ კი არ გამოვიგონეთ სადმე ციდან ეს ეთიკა და ჰუმანიზმი. არა, იყო ეს ჩვენში და ნელ-ნელა ამოტივტივდა დიდი მოაზროვნეების შრომებში, ხო? არის რომ სხვის დამოუკიდებლობას, სხვის თავისუფლებას ვცეთ პატივი, ისე როგორც შეგვიძლია. თუ რაღაც არ ცნობიერდება, არა უშავს, თავარია ხვდებოდე მე. რომ რაღაც ნაწილი არ ვიცი, ჩემ თავზე თუ რაღაც არ ვიცი. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ესეთი კონსულტაციის მიმცემი ადამიანისთვის, რომ მარტო არ იყოს აქ. და ყავდეს კოლეგები, ვისთანაც საუბრობს, იმიტომ რომ ჩვენ საბედნიეროდ სხვადასხვა რაღაცებს ვერ ვაცნობიერებთ, ნახე. მე ერთ რამეს ვერ ვაცნობიერებ, პეტრე სხვას, პავლე კიდე სხვას, ნინო კიდე სხვას და ასე შემდეგ. და თუ ჩვენ შევიკრიბებით, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს გაუზიაროთ, ვინ რას ხედავს. და ეს არის მთელი პროფესიული ჯაჭვი, ამ ნებისმიერი საკონსულტაციო სფეროსი. და რო გაუზიარებთ ერთმანეთის, ასე თქვათ, შავ ლაქებს, ჩვენ ხედავთ და ამითი უკვე ჯგუფის შიგნით და ჯგუფის ძალით შეგვიძლია გავაცნობიეროთ მეტი რამ. თორე ესე ცალკე ადამიანი რომ დაჯდეს, სულ რომ ახათი გაიყარო, ყველაფერს ვერ გააცნობიერებ, შეუძლებელია ეგა. არ არის ასე მოწყობილი ფსიქიკა, რომ ყველაფერს ხედავდეს. ვერ დაინახავ ყველაფერს და ამაში გჭირდება ზუსტად პროფესიული აი ეს წრე, სადაც კეთილგანწყობილი ადამიანები ერთმანეთს სარკეს აჩვენებენ. რომ აი ნახე, თმა ხო არ გაქვს უკან აწეწილი. ახლა მე როგორ დავინახავ თმა უკან როგორ გაქვს, ხო? სარკის გარეშე. აი ეს ამბავია და არ ვიცი ხა ტაროლოგებთან ეს როგორ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მანდაც იქნება რაღაც პროფესიული გაცვლები და ერთმანეთთან საუბრები, ვინც მართლა სერიოზულად უდგება. თორე ხა ტარო გავშალე, ყავაზე ვიმკითხავე და 50 ლარი ჩამირიცხეთ და თან იცით უბედურება რა არის, რომ თუ ადამიანის სახლი, ანუ ფსიქიკა არეულია, გარკვეულწილად, ხო და ჩვენ ყველას გვაქვს ეგ მოწყვლადი მომენტები ცხოვრებაში. ადამიანი არ დადის, ვისაც მოწყვლადი მომენტი არ ქონია, ხო? რომ რაღაც ისეთი მოხდა, რომ შეინჯღრა ამის ფსიქიკა. ხო და ეს კარი თუ ღიაა, ეს ადამიანი პირდაპირ ითხოვს, რომ აი მე აღარ შემიძლია, ვერ ვაკეთებ და აი შენ გააკეთე ჩემს მაგივრად. და შთამბეჭდავია, იცი ეს ტაროს მშლელი რო იტყვის, რომ აი ესა რა ქვია,
პირობითად, რა ვიცი, სამსახურიდან გაგაგდებენ. აი ამას ეტყვის თქვათ. შენ რაღაცა ერთ კვირაში სამსახურიდან გაგაგდებენ, არ ვიცი. აი ესეთ ძალადობრივ შინაარსო ჩასვავს იქ. ეხლა ნახეთ, აქ განეწყო ეს, რომ გამაგდებენ. და სამსახურში ასე დადის ეხლა ამ ფსიქიკური მოწყობით და ისე იქცევა გაუცნობიერებლად, რომ შეიძლება მართლა გააგდონ. და აი მართლა რომ გააგდებენ, მერე იწყება კოშმარი. იმიტომ რომ ეხლა ამან უკვე 100%-იანი კრედიტი მოიპოვა. ამის ცხოვრებაზე ნახე. არადა ეს ყველაფერი თვითონ ადამიანმა გააკეთა. ტაროს მშვილს არ უქნია. იმან მხოლოდ გარედან უთხრა. მაგრამ აი ესეთ კონტროლს აწესებენ და მოკეთ ეს კონტროლი, შთაგონებები, როგორ გითხრა, შეჭრა სხვა ადამიანის ცხოვრებაში რა იქნება, როგორ იქნება. თან არის სიტყვის ძალის გამო ძალიან შთამბეჭდავი მოვლენა და აი მეორე ეტაპზე უკვე არის ეს, რომ ზოგიერთი ადამიანი სრულიად განიარაღებული და მიჯაჭული ხდება ტაროლოგზე, თუ ტაროლოგს თუდად ვეძახი, ტაროს მშლელზე. და ეს მიჯაჭულობა გავს აი ბრმა-ბრმას წაიყვანს და კლდეზე რო იჩეხებიან ესეთ მდგომარეობას. ამიტომაც საკმაოდ ისეთია რა, სიფხიზლე კარგი რამეა. ამ ლაივის მიზანიც ეს იყო, რომ ძირითადი პრინციპი დაგეჭირათ, გინდა ტაროს მშლელი იყოს, გინდა ყავაზე მკითხავი, გინდა მეზობელი ის იყოს მერი, გინდა ფსიქოლოგი იყოს, ვინც გნებავთ ის იყოს. თუ ადამიანი შენს ცხოვრებას გარედან ეგრე ეხება, რომ ეს ისეა, ეს ესეა, ეს ისე იქნება, შენ ესეთი ხარ, შენ ვერ ხვდები, მაგრამ მე ვიცი და მე ვხედავ შენ როგორი ხარ, აი ესე თუ გესაუბრებათ, ხო? იქ ჰუმანისტური პრინციპი დარღვეულია, შესაბამისად ძალადობა მიმდინარეობს, ოღონდ გაუცნობიერებელი ხშირად. ეგ ეხა არ ვიცი, კგბ-ში და იმაში რომ დაკითხვებს აკეთებდნენ და ხალხს რომ ჭკუაზე შეაცდენდნენ ხოლმე, ისინი ცნობიერად იყენებდნენ ამ მეთოდებს, ეგ პრობლემა არ არის. როცა იციან უკვე და ძალადობენ და ესადისტებიან, ეგ ხო, მაგრამ გაუცნობიერებლად აკეთებენ ადამიანები ესეთ შეჭრას და ნუ შედეგები ეგეთი დგება მერე. რომ შეიძლება ამის ფსიქიკაში სხვა ადამიანები იყოს მოცემული, რომლებიც აკონტროლებენ ამის ცხოვრებას. და ისევ ადამიანმა მისცა ოღონდ ამისი უფლება რა, ადამიანის თავისუფალი ნება და მისი არჩევანი გნებავთ, ეს არჩევანი კიდე ცალკე თემაა, მაგრამ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. იქაც, როდესაც ადამიანს გონია, რომ ტაროს მშლელმა რაღაც, არ ვიცი, რაღაცა უთხრა, უმკითხავა თუ გააცნობიერებინა თუ რაც გააკეთა, ხო? მაინც ამ ადამიანმა მისცა ამისი არეალი. მაინც ამ ადამიანმა გაუღო კარი. მტკივნეული მოსასმენია, მაგრამ კი მაინც ეგრეა. და ეს ერთი მხრივ მტკივნეულია და მეორე მხრივ ეს გამოფხიზლების საწინდარია, რომ თუ კარი მე გავაღე, ესე იგი დახურვაც შემიძლია. თუ არა და მაშინ ტაროს მშლელზე ყოფილა ჩემი ცხოვრება დამოკიდებული, ის კეთილი იქნება თუ ბოროტი, ეს განმისაზღვრავს მე ცხოვრებას და არ არის ეგრე. მე ვსაზღვრავ ჩემ ცხოვრებას, ჩემი ცხოვრების ავტორი და შემოქმედი მე ვარ. ეს მასწავლებელია, არ ვიცი, მოძღვარია თუ მშობელია თუ ვინც გნევათ, ყველაზე ვრცელდება. იმან შეიძლება რამე მითხრა, მაგრამ მეც მივიღე და მოვისმინე და თუ მეც ურევი ვარ ამაში და თან ამხელა დოზით, ხო? ეხლა შემიძლია სხვა რამე ჩავსვა იქ. ჩემი სახლის კარი მე შემიძლია დავხურო და გავაღო, ეს ჩემია. აი ეს მინდოდა მეთქვა ტაროს მშლელებზე და ზოგადად ფრთხილად იყავით, აი ესე შენზე მოლაპარაკე ხალხთან, იმიტომ რომ მარტო ტაროს მშლელებს არ აქვთ ეგ უნარები და უბრალოდ შეგიძლია უთხრა რომ გაჩერდი. სხვა თუ არაფერი რა. იმიტომ რომ ჩვენი გაუცნობიერებელი ნაწილი ზოგჯერ რაღაც ისეთს მაინც მიიღებს, რაც თავისი არ არის. და რაც უფრო მეტია სხვისი შემოტანილი შინაარსები, ნახეთ ეხა პრობლემა რაშია. ადამიანს საკუთარი შინაარსების დატევაც გამოწვევა აქვს ცხოვრებაში. ბევრი რამ გადაგხვდენია თავს, ხო, თითოეულ ჩვენგანს და ეხა ეგენი რომ დაიტიო შენს ფსიქიკაში, ესეც გამოწვევაა და ამასაც თერაპიული ურთიერთობები და კონტაქტები სჭირდება, რომ მე რაც მართლა შევჭამე, ის მოვინელო და ის გადავხარშო. და ეხლა სხვა ადამიანის შინაარსები რო კიდე დაემატება ამას წარმოიდგინეთ და არის შემთხვევები რომ ხალხი აგროვებს ესეთ რამეს, ერთი ტაროს მშლელი, მეორე, მესამე კითხავთან წავა, მეოთხეთ არ ვიცი, ყავაზე რაღაცას ამოატრიალებენ, მეხუთეც გაიგებს რომ სადღაცა ვიღაცა ჯადოქარი არის და იქ მივა და ეს 50 კაცის მიერ ნასროლი შინაარსები უნდა ხარშოს ეხლა ამან თავისთან ერთად. და რა იქნება იქ, ხო? ესე იგი ისეთი შიდა განხეთქილება და ბრძოლა მიმდინარეობს იქ, რომ აი პიროვნება არის ხოლმე აი მართლა თოკით დაბმული რა, ვერ მოძრაობს უკვე. აღარ შეუძლია, სულ თქვა აღარ შეუძლია. ამით არის აი სულ უკეთილშობილესი შინაარსები იყოს, მაინც ეგრეა. იმიტომ სხვისია.
სხვისი არის შემოჭრილი და ამით არის ზუსტად ძალადობრივი. მოკეთ ფრთხილად იყავით და რას მოისმენთ, ისეთივე მნიშვნელოვანია, რასაც შეჭამთ, ხო? ჩვენ გაუცნობიერებლად ვიკვებებით ხოლმე ძირითადად. მაგრამ საწამლავს მაინც ხა ნებით არავინ დალევს და ასევე შეიძლება მომწამლელი იყოს გარკვეული ტიპის საუბრები, სადაც თავარი სიმპტომი გითხარით. თქვენ საკუთარ თავზე გარედან ვიღაცა ექსპერტი გესაუბრებათ. აი ეს არის ხოლმე ძალიან ესეთი თვალსაჩინო სიმპტომი. ხა მეორე ლაივს ალბათ დღეს ახვალ ჩავწერ რაღაც ფსიქოლოგიური ფენომენი, როგორია ჯადო როგორ მუშაობს, ან არ მუშაობს და როგორ შეიძლება მისი გადალახვა. ეგეც ანონსი.